როდესაც მისი ჯარები უკრაინაში მასობრივად იღუპებიან, რუსეთის ნავთობის ტერმინალები იწვის და მისი მოკავშირეები მთელ მსოფლიოში დასუსტებულნი ან განადგურებულნი არიან. პუტინს მაინც აფრიკა რჩებოდა დასაყრდენად. იქ რუსეთს ჯერ კიდევ ჰქონდა გავლენა, ხმა, ძალა. მაგრამ ეს ყველაფერი ქრება. რუსეთმა აფრიკაში სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მალიში ისტორიულმა დამცირებამ პუტინისთვის კატასტროფა მოიტანა. რუსეთის ლიდერს ახლახან უღალატეს. და პუტინისთვის შედეგები ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ყველაფერი რუსეთის აფრიკის კორპუსს უკავშირდება. იგი შეიქმნა ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის ნანგრევებზე, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა, რათა მალის მთავრობას თავისი ხალხის კონტროლი შეენარჩუნებინა. აფრიკის კორპუსი უნდა ყოფილიყო დამცველი, მალის მთავრობის მცველი და პუტინის გავლენის გამორცელებელი აფრიკაში. მაგრამ 27 აპრილს ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ჩრდილოეთ ქალაქ კიდალში, რომელიც აფრიკის კორპუსის მთავარი სარდენი იყო და მალის მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრია, რამდენიმე ამბოხებული ჯგუფის კოორდინირებულმა თავდასხმამ გამოიწვია რუსული და მალის ძალების იზოლაცია, ალყაში მოქცევა და შემდეგ ქალაქიდან გაძევება. დარტყმა მოჰყვა თავდასხმების სერიას, რომელშიც ეს ამბოხებული ჯგუფები გაერთიანდნენ და მალის მასშტაბით რუსულ და სამთავრობო ძალებზე იერიში მიიტანეს, ხოლო აფრიკის კორპუსის განცხადებით, ოპერაციაში დაახლოებით 12,000 მებრძოლი მონაწილეობდა. ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის. რაც დადასტურებული არის სროლა მალის დედაქალაქ ბამაკოში, დრონების იერიშები და ავტომობილების აფეთქებები. მალის თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა ახლა გარდაცვლილია. ის იყო ავტომობილის აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელმაც ასევე იმსხვერპლა მისი ორი შვილიშვილი და მეორე ცოლი. ამბოხებულები, რომელთა შორისაც არის აზავადის გათავისუფლების ფრონტი, რომელიც ტუარეგ სეპარატისტებითაა სავსე და ისლამისა და მუსლიმების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელსაც Arab News ალ-ქაიდასთან აკავშირებს. მალიში სამხედრო ხუნტას მთელი ქვეყნის მასშტაბით უტევენ. ეს არაფერიც არ უნდა მომხდარიყო. აქ ისეთი კოორდინაციის დონეა, რასაც პუტინი არასდროს ელოდა. ეს რუსეთისთვის დიდი დამცირება, რომელსაც უამრავი შედეგი აქვს და მალე ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ თუ კიდალში დავბრუნდებით, მოკავშირე ძალებმა, რომლებმაც ქალაქი სადაც სამხედრო ბაზაა განთავსებული შეუტიეს, ნათლად აჩვენეს, რამდენად არაეფექტურია რუსეთის აფრიკის კორპუსი. რუსი დაქირავებულები, რომლებიც მალის ხუნტის პარტნიორები უნდა დაეცვათ, საბოლოოდ საკუთარი ბაზის პერიმეტრში აღმოჩნდნენ მომსხდეულნი. იმის ნაცვლად, რომ ბრძოლით გაერღვია თალყა, აფრიკის კორპუსმა და მალის არმიამ აჯანყებულებთან შეთანხმებას მიაღწიეს. მეტი სისხლის ვრა აღარ იქნებოდა. აფრიკის კორპუსი კი ბანაკს დატოვებდა, როგორც დამარცხებული, თავჩაღუნული. როცა ისინი ტოვებდნენ ბანაკს, რუსულმა და მალინ ძალებმა ბანაკში არსებული აღჭურვილობა დაწვეს, რათა ის მტრის ხელში არ აღმოჩენილიყო. ეს არის ის რუსული ძალა, რომელსაც მალის ხუნტას უნდა ენდა. აფრიკა კორპუსმა ახლახან გამოავლინა, რომ მხოლოდ ქაღალდის ვეფხვია. ალბათ ამ ყველაფერში ორი ყველაზე დამაზიანებელი ასპექტი არის გაწეული სამუშაო, რომელიც წყალში ჩაიყარა და ის აღჭურვილობა, რომელიც დაიკარგა. დაახლოებით 2 წელიწადი და ნახევარი მანამდე, სანამ ამბოხებულები კიდალს დაიბრუნებდნენ, პუტინის ძალებმა მალიში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინეს. ისინი ქალაქში შეიჭრნენ და თავიანთი დროშა აღმართეს მას შემდეგ, რაც წარმატებით წაართვეს კიდალი ტუარეგ მეამბოხეებს. იმ დროს ეს იყო ის, რაც მალიმ უნდა დაენახა. ძლიერი ძალა, რომელიც ხუნტას საშუალებას აძლევდა, მის მოწინააღმდეგე სეპარატისტებს წინააღმდეგობა გაეწია. და ბოლო 30 თვის განმავლობაში აფრიკა კორპუსი და მალის ხუნტა ერთად მუშაობდნენ, რათა შეენარჩუნებინათ კიდალი. აპრილის აჯანყებამ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში გაანადგურა. პუტინი შერცხვენილია და ამას ემატება კიდალში რუსეთის ტექნიკის დანაკარგების ანალიზი. მილიტანიის მიხედვით, რუსეთის დაქირავებულებმა დაკარგეს BTR-82A ჯავშანტრანსპორტიორი, Tornado U ჯავშანმანქანა და ჩინური წარმოების VP-11 ჯავშანმანქანა. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ აფრიკის კორპუსშიც ჰქონდა გარკვეული დანაკარგები, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ასევე უცნობია რა ბედი ეწია BMP-3-ის, Tiger M-ს და Spartak 590,951 ჯავშანმანქანებს, რომლებსაც კორპუსი აჯანყებულებთან ბრძოლაში იყენებდა. არ ჩანს, რომ ეს მანქანები აფრიკის კორპუსთან ერთად კიდალს დატოვებდნენ, როდესაც რუსეთის დაქირავებულებმა თავიანთი გასვლა მოილაპარაკეს. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი ან დაწვეს, ან ხელში ჩაიგდეს. ეს ის ტექნიკაა, რომელიც უნდა შეეჩერებინა მსგავსი რამ კიდალში. ახლა რუსეთის დაკარგული მანქანები მონუმენტად იქცა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სუსტია მისი ძალაუფლების ბაზა მალიში. მალის ხუნტას შეეძლო ეს დაენახა, რომ არა მისი ასეთი დაჟინებული სურვილი რუსეთთან ერთად ემუშავა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 2024 წლის ივლისში იმ ხუნტამ უკვე იგემა რა ხდება, როცა რუსი დაქირავებულები ტუარეგ მებრძოლებს ეჯახებიან. დაქირავებულები, რომლებიც ვაგნერის ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც ახლა აფრიკის კორპუსად გადაიქცა, დამარცხდნენ, ძალიან ცუდად. ათეულობით მათგანი ტუარეგების ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა ალჟირის საზღვართან, რამდენიმე ხუნტის წევრთან ერთად. ეს იყო ხუნტის მინიშნებადის მინიშნება. რუსეთის დაცვა იმად არღებს, რადაც პუტინი მას წარმოაჩენს. ულფ ლესინგი, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ანალიტიკოსია და მალიშია განთავსებული, ამბობს, რომ კიდალში მომხდარი რუსეთისთვის სრული მარცხია.
რუსები იქ იმისთვის იყვნენ, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა გაემჯობესებინათ. ანუ ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიზნებს აღწევდნენ და ახლა ძალიან დამამცირებელი ფორმით მიდიან. ამბობს ლისინგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. თუ ნახავთ რა სტოვებენ უკან, მაგალითად მთელ დრონების სადგურებს, ანუ აფრიკა კორპუსს, რუსეთი თითქოს ბევრ რამეს აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი დამარცხდნენ, ამატებს ის. აფრიკის კორპუსი მალიში მძიმედაა დასუსტებული. ახლა რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ზიანის კონტროლს. Washington Post-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ მალიში მართველი ხუნტის ლიდერი შეხვდა რუსეთის ელჩს მალიში იგორ გრომიკოს, რათა 28 აპრილს განეხილათ შემდეგი ნაბიჯები. რუსეთმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რომ ამბოხი გადატრიალების მცდელობად შეეფასებინა, ხოლო მალიში ხუნტის ლიდერმა ასიმი გოიტამ პირველად აჩვენა თავი კიდალის დაცემის შემდეგ. გოიტა ცდილობდა ძალა ეჩვენებინა. შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება, მანამ სანამ ამაში ჩართული შეიარაღებული ჯგუფები სრულად არ იქნება განეიტრალებული და უსაფრთხოება მთელ ქვეყანაში მდგრადად არ აღდგება. ერთი საქმეა ესეთი ქმედებებით დამუქრება, მაგრამ იმ მოვლენების აღქმა, რაც ახლა მოხდა, მალიში ხუნტის სასარგებლოდ არ არის. ის ახლახან გამოაძევეს მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი პუნქტიდან, სწორედ იმ შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომელთა განეიტრალებასაც გოიტა მალე აპირებს. ეს კარგი სურათი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხუნტამ რუსი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფთან ერთად იქაურობა დატოვა. რაც შეეხება რუსეთს, ის ბევრს არაფერს ამბობს. გარდა იმისა, რომ თავდასხმას გადატრიალების მცდელობა უწოდა და დაადასტურა, რომ არიან მსხვერპლები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან ცოტა დეტალი გაასაჯაროა რუსეთის მოაწილეობაზე ამ ყველაფერში. რუსეთის სამხედრო ბლოგერები ასეთი ფარულები არ ყოფილან, იუწყება გარდიანი. ისინი ცდილობენ შეაქონ აფრიკა კორპუსი იმისთვის, რომ მათ მინიმუმამდე დაიყვანეს მალის მართველი ხართველი ხუნტის დანაკარგები. ეს უფრო ზიანის კონტროლს გავს, ვიდრე ზუსტ ასახვას იმისა, რაც მოხდა სამდრიანი ბრძოლის დროს, რომელმაც რუსეთს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში პოზიცია დაუკარგა მალიში. რეალობა ისაა, რომ რუსეთი ახლახან აფრიკის მასშტაბით დამცირებული იქნა. და ეს დამცირება ბევრად უფრო ღრმაა. რაც ზედაპირზე ჩანს, თითქოს რუსი დაქირავებული მებრძოლების ქალაქიდან გაძევების ერთჯერადი შემთხვევა. სინამდვილეში ბევრად უფრო საზიანოა პუტინისთვის, ვიდრე მას სურს დროს, რომ თქვენ დაიჯეროთ. იმის შედეგები, რაც ახლა მოხდა, უზარმაზარი იქნება და ჩვენ გეტყვით რა არის ეს შედეგები. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო შოუს, რომ აგიხსნათ როგორ მოქმედებს სინამდვილეში ძალაუფლება. თუ არხზე ახალი ხაზს გამოიწერეთ, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ამბები. ახლა რომ გავიგოთ რატო იყო მალიში მომხდარი ასეთი საზიანო პუტინისთვის, უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავდა აფრიკა კორპუსის ოპერაციები ამ ქვეყანაში რუსეთისთვის. მალი უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის აფრიკაში საყრდენი პუნქტი და საცდელი პოლიგონი. თავად ქვეყანა ხშირად გლობალურ გეოპოლიტიკურ რადარზე მხოლოდ უმნიშვნელო წერტილად ჩანს. შეიძლება ხანდახან გაიგოთ გადატრიალების მცდელობის ან ტერორისტული თავდასხმის შესახებ, მაგრამ მალი შორს არის იმისგან, რომ მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს. თუმცა წლების განმავლობაში მალი იყო ძალაუფლების ბრძოლის ეპიცენტრში რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ ბრძოლაში, როგორც ჩანს, რუსეთმა მოიპოვა უპირატესობა. 2013 წელს, როდესაც ფრანგი ჯარისკაცები ქვეყანაში ჩავიდნენ მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებმაც ამბოხება ხელში ჩაიგდეს და ქვეყანას დაპყრობით ემუქრებოდნენ, მალის მთავრობა აღფრთოვანებული იყო. მალიში გაგზავნეს 5000 კაციანი ფრანგი ჯარისკაცების კონტინგენტი და გარკვეული დროის განმავლობაში ჩანდა, რომ დასავლეთმა მოიგო ბრძოლა მალელების გულებისთვის. მაგრამ 2021 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მან გამოაცხადა, რომ საფრანგეთი მალიდან გაიყვანდა იმ ძალის ნახევარს, რომელიც იქ გაგზავნა. აღშფოთებამ ესიერი იყო. მალიში იმ დროს პრემიერ-მინისტრმა ჩოგუელ მაიგამ საფრანგეთი მალიდან წასვლაში დაადანაშაულა, რასაც ემანუელ მაკრონის მძაფრი პასუხი მოჰყვა. მაკრონმა მალიში სამხედრო მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან ქვეყანაში ერთ წელზე ნაკლებ დროში ორი გადატრიალება მოხდა და ყოფა აშკარა იყო. მალიში საზოგადოებრივი აზრით ფრანგი ჯარისკაცების წინააღმდეგ შემოbrunდა, რადგან ზოგიერთმა ისინი საკუთარ ტერიტორიაზე კოლონიზატორებად დაიქვა. რუსეთმა ეს ყველაფერი დაინახა და შეამჩნია, რომ ძალაუფლების ვაკუუმის შევსების შესაძლებლობა გაჩნდა. ფრანცეთთან კონფლიქტის შემდეგ მალე გაირკვა, რომ რუსეთი ფრანგი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ წარმოქმნილ სიცარიელეს ვაგნერის დაქირავებული მებრძოლებით ავსებდა. ბევრმა მალიში ამ ნაბიჯს მიესალმა. ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, რუსეთი უფრო ნეიტრალური მხარე იქნებოდა და მალის პოლიტიკით დაინტერესებული არ იქნებოდა. იტყობინება BBC. რა თქმა უნდა, ეს იყო გულუბრყვილო რწმენა, მაგრამ ამან გზა გაუხსნა რუსეთს, რომ საფრანგეთსა და კოლექტიური დასავლეთისთვის სიმბოლური დარტყმა მიეყენებინა და აფრიკაში მეტი გავლენა მოეპოვებინა. ეს ორი კურდღლის ერთი გასროლით დაჭერის მიდგომა გაამართლა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მალიში რუსეთის გავლენა გაიზარდა. 2024 წლის აგვისტოსთვის მალიმ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან. მისი მთავრობის განცხადებით, უკრაინის ოფიციალური პირები ტუარეგ სეპარატისტი ამბოხებულების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ. ასევე არსებობს მტკიცებები, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურები მონაწილეობდნენ სეპარატისტებსა და მალის ხუნტას შორის ბრძოლაში, ალჟირის საზღვართან, რამაც მალის კიდევ უფრო მეტი იზოლაცია გამოიწვია. რუსეთი ხელებს იზელს. აფრიკის კორპუსის ექსპერიმენტი ამართლებდა, რადგან მისი ქსელი მალიში უფრო ღრმად აღწევდა. რუსეთმა დაცვა და ცოცხალი ძალა შესთავაზა. ხუნტას ორში თავს ასხამდა, რათა ის უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ განეწყო და ყველაფერი მუშაობდა.
რუსეთის გავლენის აფრიკის სხვა რეგიონებში გაფართოების მოდელი თითქოს ყალიბდებოდა და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა იმ ძალას, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალები და მასთან დაკავშირებული დაქირავებული ჯგუფები სთავაზობდნენ. მაგრამ პუტინის ყველა ინტრიგის ქვეშ ყოველთვის იყო მხიფეობა. ეს ახლახან გამოაშკარავდა კიბალში და არსებობს სამი პრობლემა, რომელიც რუსეთის მიერ მალიში თავის პარტნიორების დაცვის ჩავარდნამ ამ მნიშვნელოვან ქალაქში შექმნა. პირველ რიგში არის ფაქტი, რომ რუსეთმა ვერ დაინახა საბრძოლო ძალების გაერთიანება, რომელმაც საბოლოოდ აფრიკის კორპუსი კიდალიდან გააძევა. ეს უზარმაზარი პრობლემა. მხოლოდ ცეცხლის ძალასა და დაცვას რომ თავი დავანებოთ, რუსეთს უნდა შეეძლოს გლობალური სადაზვერვო ქსელის გამოყენება, რომელიც საშუალებას მიცემს ასეთ პრობლემებს წინასწარ მიუხდეს. რუსეთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება მალიში. მეამბოხე ძალებმა ისეთი კოორდინაცია მოახდინეს, რასაც რუსეთი ვერასდროს წარმოიდგენდა, რაც აჩვენებს, რომ მალიში ხუნტის მოშორების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია გადალახოს იდეოლოგიური განსხვავებები ტუარეგ სეპარატისტებსა და ისლამისტ მებრძოლებს შორის, რომლებმაც ძალები გააერთიანეს. თუ რუსეთის ძალა მალიში და აფრიკის სხვა ქვეყნებში მდგომარეობს დაყოფით სარგებლობაში, მაშინ ერთიანობის ეს მაგალითი ბოლო რამ არის, რაც პუტინს უნდოდა დაენახა. ეს პუტინს შეაშფოთებს და მსოფლიოში ჩატარებული ყველა შოუ შეხვედრა ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მალიში მმართველი ხუნტა ახლა სერიოზულ პრობლემაშია. მეამბოხე ჯგუფი მთელ მალიში უტევს. იქნება ეს პირდაპირ, როგორც კიდალში, თუ მანქანის აფეთქებებით და სხვა ქმედებებით, რაც მალის დედაქალაქში ვიხილეთ. ქაოსი შეიძლება რუსეთს აწყობდეს, მაგრამ ეს ქაოსი კონტროლში უნდა გადაიზარდოს. რუსეთს ეს კონტროლი აქვს მალის ხუნტის მეშვეობით, მაგრამ ეს კონტროლი პუტინის ხელიდან უსხლტება და ერთიანი ძალის ხელში გადადის. შეტევის მასშტაბი შეიძლება საკმარისი იყოს მალის ხუნტის გადასაყენებლად, რაც პუტინს ისევ საწმის წერტილში დააბრუნებს ამ პატარა აფრიკულ ქვეყანაზე გავლენის მოხდენის ცდილობებში. მაგრამ ამ დაუყოვნებელი პრობლემის უკან რუსეთს კიდევ უფრო მძიმე რამ ელოდება. ადრე ვთქვით, რომ მალი აფრიკა კორპუსისთვის ერთგვარი სატესტო შემთხვევა იყო. ამ ტესტის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ რუსეთს შეეძლო გამხდარიყო ნებისმიერი აფრიკული ქვეყნის დამცველი, რომელიც დახმარებას ითხოვდა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მალიში გასული ფრანგული ძალები დაქირავებულებით ჩაანაცვლეს. არ ინერვიულოთ დასავლეთთან დაახლოებაზე. რუსეთი თქვენს გვერდითაა. 2025 წლის დასაწყისში რუსეთმა თავისი დაპირება შეასრულა და ბამაკოში 3 კოლონა გაგზავნა, რომლებმაც მიიტანეს ჯავშან ტექნიკა, ტანკები და სხვა მარაგები. თუმცა ეს ყველაფერი აღმოჩნდა ძალის ილუზია და არა ის რეალური სამხედრო ძალა, რაც მალის ხუნტას სჭირდებოდა. როდესაც აფრიკა კორპუსი პირველად ნამდვილ გამოცდას წააწყა კიდალში, ის ჩავარდა. რუსეთის მტკიცებები ხუნტის მებრძოლების დაცვის შესახებ სუსტია. რაც ვნახეთ, იყო აფრიკა კორპუსის ალყაში მოქცევა და შემდეგ დანებება, რათა თავი დაეღწია რთული მდგომარეობიდან. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის აფრიკის სხვა რეგიონებში? თუ ეს არის ის საბრძოლო ძალა, რომელიც უნდა დაამკვიდროს რუსეთი როგორც აფრიკის კონტინენტზე მთავარი გარე უსაფრთხოების ძალა, მაშინ სხვა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი ებრანჭება, ამას აუცილებლად შეამჩნევენ. და ისინი მხოლოდ რუსეთის მარცხს მალიში არ დაინახავენ. ბოლო რამდენიმე წელი სავსეა შემთხვევებით, როცა რუსეთი უსაფრთხოებას პირდებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა თავისი მოკავშირეების დაცვას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში რუსეთმა ვერ უზრუნველყო ის უსაფრთხოება, რაც ჰქონდა დაპირებული. სირიაში ასადის რეჟიმის დაცემა კვლავ უკავშირდება იმას, რომ რუსეთმა ვერ შეძლო იმ ძალის ჩვენება, რომელსაც ის ამტკიცებს, რომ აქვს. შიმჩვეგენ ვენესუელის ყოფილი დიქტატორის ნიკოლას მადურას შემთხვევაც კი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ინგრევა რუსეთის მოკავშირე, მაშინ როცა პუტინი არაფერს აკეთებს მათ დასაცავად. და ამჟამად ირანში, რომელიც პუტინის უკრაინაში შეწრის შემდეგ რუსეთს დრონებით ამარაგებს, რუსეთი არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ გვერდზე ზის და ოპერაცია Epic Fuel-ის შესახებ წუწუნებს. რუსეთს მაინც ყავს დაქირავებული მებრძოლები და ტექნიკა მალიში, მაგრამ ორივე ჩავარდა, როგორც კი ამბოხებულების კოორდინირებულ შეტევას შეხვდნენ. რუსეთი დამცველია. როგორ შეიძლება აფრიკის რომელიმე ქვეყანა მართლა ივწმუნოს ეს, იმის შემდეგ რაც ბოლო რამდენიმე წელში იხილა? კიდალი გამონაკლისი არ არის. ეს იმ ნიმუშის ნაწილია, როცა ირკვევა, რომ ეს დაცვა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. აფრიკა კორპუსი მრავალ დონეზე დამცირდა. როგორც უსაფრთხოების ძალამ ვერ შეძლო მანქანის აფეთქების აღკვეთა, რომელმაც მალის თავდაცვის მინისტრის სიცოცხლე შეიწირა. კიდალში მან ვერ იმუშავა როგორც საბრძოლო ძალამ, რომელსაც შეეძლო გაეწია წინააღმდეგობა აჯანყებულთა შეტევებისთვის, რომლებიც შესაძლოა გაერთიანებულნი იყვნენ. არ აქვთ ის ტიპის აღჭურვილობა, რასაც რუსეთი სთავაზობს. ყველაფერი ეს კიდევ უფრო უარესდება იმით, რომ რუსეთი მალიში ხუნტას ფარულად არ ეხმარებოდა. მან ეს საჯაროდ დაადასტურა, რაც ნიშნავს, რომ პუტინს აღარ აქვს ის ეგრეთ წოდებული დამაჯერებელი უარყოფის შესაძლებლობა, რაც ადრე აძლევდა საშუალებას რუსული მარცხები დაიგნორებინა. რაც მალიში მოხდა ძალიან საჯარო იყო და ეს მიყავს მესამე პრობლემამდე, რომელსაც ეხლა რუსეთი აწყდება. პუტინის ნებისმიერი ამბიცია აფრიკის მიმართ ახლა განადგურების ზღვარზე. ალიანსების შექმნა შენს ძალაზე დაყრდნობით მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ამ ძალის რეალურად გამოყენება შეგიძლია. კიდალის დაკარგვა აჩვენებს, რომ აფრიკის კორპუსს, როგორც ჩანს, არც ვაგნერის ჯგუფის ძალა აქვს და არც ორგანიზებულობა. ვაგნერმა მაინც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია მალიში, სანამ მისი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი პუტინს არ აუჯანყდა და საბოლოოდ არ მოკლეს. იმ ჯგუფის ფერფლიდან დაბადებული კორპუსი უბრალოდ ვერ ახერხებს რუსული გავლენის გავრცელებას აფრიკაში ისე კარგად. ყველაფერი, რასაც პუტინი აფრიკის კონტინენტზე აკეთებს, ოპორტუნიზმიდან გამომდინარეობს. თუ რუსეთი ხედავს დაყოფას ან არასტაბილურობას, ის ამით სარგებლობს. ასე იძენს პუტინი გავლენას.
მაგრამ როგორც კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდი აღნიშნავს, რუსეთს უჭირს უფრო სტაბილური აფრიკული ქვეყნების თავის მხარეს გადმოყვანა. ამ ქვეყნებიდან ბევრს რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვს, რომელსაც ინარჩუნებენ. მაგრამ მათ თავიანთ ტერიტორიაზე რუსი დაქირავებული მებრძოლები არ მიუღიათ და ნამდვილად არ წყვეტენ ურთიერთობას დასავლეთის ან ჩინეთის სხვა პარტნიორებთან, რათა პუტინის დახმარება მიიღო. პუტინი მალის იყენებდა როგორც გრძელვადიანი გეგმის ნაწილს, რათა რუსეთი აფრიკაში დომინანტურ გარეძალად ექცია და ეს ყველაფერი უბრალოდ კრახით დასრულდა. ყველაზე ძლიერი ქვეყნები მანამდეც არ იჩენდნენ სურვილს, რომ რუსეთს დასავლეთისგან გაემიჯნა ისინი. ახლა კი მათი გადაწყვეტილებების სისწორე კიდევ ერთხელ დადასტურდა. პუტინის ცდილობებში, რომ აფრიკაში რუსული გავლენა გაევრცელებინა, კიდევ უფრო ბნელი ასპექტიც არსებობს. თებერვლის ბოლოსკენ უკრაინის დაზვერვამ გამოავლინა, რომ რუსეთმა შექმნა თაღლითური სქემების ქსელი, რომელსაც იყენებს აფრიკელი ხალხის მოსაზიდად უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად. ანგარიშის მომენტისთვის უკრაინაში იბრძოდა აფრიკის კონტინენტიდან 1780 მოქალაქე, რომლებიც კონტინენტის 36 ქვეყნიდან იყვნენ. რუსეთმა ამ არაფერში ეჭმიუტანელ მებრძოლებს სამუშაოსა და ვიზების დაპირებით შეიტყვა, შემდეგ კი ფრონტის ხაზზე გაგზავნა. ეს მოტყუება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ რუსეთს შეუძლია ისეთი ქვეყნების შიგნით შეღწევა, როგორიცაა მალი. დაამატეთ ამ აშკარა თაღლითობას რუსეთის, როგორც მცირე ქვეყნების დამცველი სტატუსის ჩამოშლა და მიიღებთ საშიშ რეცეპტს გავლენის განადგურებისთვის. მალი უნდა ყოფილიყო სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დასავლეთის შორეულ ტერიტორიაზე დაამარცხა. იდალის შემდეგ ეს შეიძლება გახდეს კატალიზატორი რუსეთის ბედი აფრიკაში სრულად შემოტრიალდეს. ერთადერთი შესაძლო გზა, რომლითაც ვლადიმერ პუტინი შეძლებს რუსეთის დანაკარგების შეჩერებას, არის მალიში ხუნტის დახმარება, რათა მათ დაძლიონ აჯანყებულთა საფრთხე, რომელსაც ახლა აწყდებიან. მაგრამ როგორ შეძლებს ამას რუსეთი? ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი მალიში ასე სუსტად გამოჩნდა, არის ის, რომ რუსეთს არ შეუძლია გამოყოს ისეთი სამხედრო დახმარება, როგორიც ხუნტას სჭირდება. ვლადიმერ პუტინი ზედმეტად ჩართულია უკრაინის ომში და მას სჭირდება ყველა ჯარისკაცი და ტექნიკა, რაც კი შეუძლია მოიპოვოს, რათა გააგრძელოს თავისი შეჭრა. რუსეთმა უკვე დაკარგა 1 წერტილი, 3 მილიონზე მეტი ადამიანი და 10,000-ობით ერთეული ტექნიკა უკრაინაში. ნებისმიერი ძალა, რომელსაც რუსეთი საზღვარგარეთ აგზავნის, თუნდაც ეს იყოს დაქირავებული ძალა, შეიზღუდება მრავალწლიანი ომის შედეგებით, რომელმაც თავად რუსეთი სერიოზულად დაასუსტა. აფრიკის კორპუსი მალიში სავარაუდოდ ერთადერთია, რასაც ხუნტა მიიღებს და თუ გაერთიანებული ამბოხებულები გააგრძელებენ წარმატებების მიღწევას, შეიძლება მალე სირიის სცენარის გამეორება ვიხილოთ. ეს იწყება სერიოზული დარტყმით, შემდეგ კი რეჟიმი ინგრევა. საბოლოოდ რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირესა და გავლენის სფეროს კარგავს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს პუტინის მცდელობას თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გეოპოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩინოს. და როცა პუტინი უყურებს, როგორ ინგრევა მისი გავლენა, უკრაინა მის ჭრილობებზე მარილს აპრის. რუსეთის უდიდესი მტერი გავლენის თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდება და ამტკიცებს, რომ ერთიანობა ყოველთვის ძლევს დაყოფაზე თამაშს. მაგალითად ავიღოთ უკრაინის ახალი პარტნიორობა იაპონიასთან. იაპონიამ საოცარი რამ გააკეთა უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ და შეიქმნა ალიანსი, რომელიც წლების განმავლობაში იმოქმედებს როგორც რუსეთზე, ისე უკრაინაზე. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, ნახეთ ჩვენი ვიდეო იაპონურ Terror A ერთ დრონზე, რომელიც უკრაინაში მიემართება. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ანალიზი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობა ურებისთვის.